სირიის მთავრობამ ქურთების მიერ მართულ სირიის დემოკრატიულ ძალებთან შეთანხმებას მიაღწია და ეროვნული მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. სამთავრობო მედიის ცნობით, ამის შემდეგ ახალმა მთავრობამ თითქმის მთელ ქვეყანაზე დაამყარა კონტროლი. ორკვირიანი დაპირისპირების შემდეგ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უფრო ფართო 14 პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ქურთების დემოკრატიული ძალების ინტეგრაციას ითვალისწინებს სირიის შეიარაღებულ ძალებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებში. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა ამ შეთანხმებას. შეთანხმება ძალაში შევიდა, ცეცხლის შეწყვეტა იწყება. ამის შემდეგ შეთანხმების დებულებები ეტაპობრივად განხორციელდება. მოვუწოდებ ჩვენს არაბულ ტომებს ადგილზე, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ვიდრე მთელი სირიის მასშტაბით არ მივაღწევთ სიმშვიდეს. ეს არის ბრძოლაც და გამარჯვებაც ყველა სირიელისთვის. ღვთისწყალობით ეს გახდება კარგი დასაწყისი აღდგენის, განვითარების და ქვეყნის თავიდან აშენებისთვის, რათა სირიამ დაასრულოს დაყოფა და გადადგას ნაბიჯი ერთიანობისკენ და წინსვლისკენ. ერთიანი სირია შექმნის უფრო მყარ გარანტიებს ქვეყანაში ხანგრძლივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. დამასკოში საუბრისას პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ აღნიშნა, რომ შეთანხმების ირგვლივ დეტალები ორშაბათს ფინალიზდება. თან დასძინა, რომ გარიგება მარტში ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებას იმეორებს. გარიგება თავის მხრივ დიდ დარტყმას აყენებს ქურთების იმედებს სირიის სამოქალაქო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული დე-ფაქტო ავტონომიურობა შეენარჩუნებინათ. სირიის ახალ ხელისუფლებას 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ ნაომარ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება გაუჭირდა.